გამარჯობა. მე ვარ თაკო ბასილია. ეს wellness პოდკასტია. ჯანსაღ-კვებაზე, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. გამარჯობა, მე ვარ სანდრო ნოზაძე, კანადური აკადემია Precision Nutrition-ის კურსდამთავრებული ნუტრიციის კოუჩი. სანდრო, როგორ ხარ? კარგად, თაკო, შენ როგორ ხარ? კარგად, ძალიან მიხარია დღეს რომ ხარ ჩემი სტუმარი. ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება, დარწმუნებული ვარ. ეხლა შეკითხვა წინა სტუმარსაც დავუსვი, რატო გადაწყვიტა ნუტრიციოლოგობა და რა ისტორია დგას ამის უკან, ძალიან მაინტერესებს. ჩემი ეს ნუტრიციის კოუჩი ვარ, ასე ვთქვა და კოუჩი ჩემ თავს იმიტომ ეძახი, რომ ჩემს პრაქტიკაში ძალიან ყურადღება ექცევა კვების ფსიქოლოგიასაც და არა მარტო თვითონ ნუტრიციას. ეს თემა ჩემთვის ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო და რაღაცა ბურუსით მოცული იყო, იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავისი აზრი ჰქონდა და მე მივხვდი, რომ ყველა ადამიანს თავისი აზრი იმიტომ ჰქონდა, რომ ყველა ადამიანი ჭამს. და ყველა ადამიანი ჭამს, გონია რომ ყველა ამ საკითხში ვართ ექსპერტები. ხო. ასევე არ იყო რაღაც სანდო წყაროები, იყო ურთიერთგამორიცხავი ძალიან ბევრი რამ და ეს თემა სულ მაინტერესებდა. მე მუშაობდი სოფლიო ბანკში 9 წლის განმავლობაში, სადაც სულ სხვა სექტორიდან მოვდივარ. ეს იყო ტენდერებში, ანუ შესყიდვების სპეციალისტი ვიყავი და საქართველოში ფინანსდებოდა ინფრასტრუქტურული პროექტები, ერიკოთის გვირაბი, რაღაცები, მანდ ვიყავი. 2019-ში წამოვედი სოფლიო ბანკიდან, უკეთ რო გამიშთა, რომ პროფესიულად მიმეხედა ამ საქმისთვის, დაამთავრე კანადური აკადემია Precision Nutrition-ი. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამძრავი, ასე თქვა და მამოტივირებელი ჩემი იყო, ჩემი რაღაც ამოუხსნელი დაავადება არ იყო, მაგრამ სიმპტომატიკა. ხო, აი ეს მაინტერესებს ვიცი და გაგვიზიარე. 2015 წლიდან 19-მდე ძალიან ცუდად ვიყავი. და როგორ იყო, იცი რომ აი შეიძლება დილა ყოფილიყო რომ გამეღვიძა და თქვა და თაბრუსხევა, სისუსტე, დეპრესია და ვერ ხვდებოდი რა მჭირდა. 4 წლის განმავლობაში ვინმე თუ იყო ექიმი საქართველოში მის გარეთ, ყველასთან ვიარე, პრობლემა ის იყო რომ ყველა თავის მხრივ მკურნალობდა წამლებით, მათ შორის ფსიქოტროპულებითაც. მაგრამ რაღაც დიაგნოზი ვერ დასვეს ხარ, როგორც ქრონიკული დაღლილობის, კარგი ბიჭი ხარ ალბათ დაღლილი ხარ რაღაცა. ხო იცი როგორ ხდება. გადაიღალე. კი, და მე მოკლედ მივხვდი რომ ან მოვკვდებოდი, ან უნდა გადავჩენილიყავი. მარტო ესე ამ მომენტამდე მივედი რა. მთელი ამ ისტორიის ბოლო ფურცელი გადავშალოთ, ფაქტიურად 6 თვეში მივაგენი მე თვითონ გამორიცხვის მეთოდით, ყურძნის პროდუქტზე მქონდა მოუნელებლობა რა. აი ღვინო, წიფწიზეთი, ძმარი, ხა საქართველოში თან ხო იცი, ხა ძმარი ყველა. ანუ ალერგიაზეც ქონა გაკეთებული ანალიზები, აი ალერგია. მე მქონდა ინტოლერანსი. გადაუტანლობა. აუტანლობა უბრალოდ ინტოლერანსი მისაგნება ცოტა რთულია, იმიტომ რომ არ ხდება იმუნური სისტემის აქტივაცია. და ანალიზებით ესე ვერ ხვდები. საქართველოში ვერ ხვდები? ისე და ძალიან რთულია. რეალური შეიძლება გამორიცხო 100 პროდუქტი და მასიდან რომელიღაცა შეიძლება იყოს. მაშინ მით უმეტეს არ იყო. საინტერესო. 6 თვეში მივაგენი და რეალურად ანუ ისტორია მაგით მთავრდება, რომ ანუ ეს მართლა რომ მივხვდი რაღაც ახლებურად აღმოაჩინე ჩემი თავი. ანუ შეგიძლია რომ დალიო ღვინო? ცოტათ, ნუ ხა რაღაც რაოდენობაზე მაქვს. თუმცა ეს იყო მთავარი მომენტი, რომ მე ადამიანებთან უკვე რომ მივდიოდი, ჯერსით ჩემი ისტორია მაქვს, თეორიას პლუს პრაქტიკა და მეორე მართლა ხვდები, რომ ჯანმრთელობის იქით ბევრად უნდა დავაფასოთ რა ჯანმრთელობა რას გვაქვს რა ერთი სიტყვით და ჯანმრთელობა არის ფუფუნება. ხო, ნუ აი ჯანმრთელად თუ ხარ, ხო, შეიძლება მილიონი ის კონდეს ოცნება და თუ არ ხარ ჯანმრთელად, მაშინ მხოლოდ ერთი გაქვს. და ყოველდღიურად ამას ვერ აღვიქვამთ, არ ვაფასებთ და ხო, ამის მადლიერი არ ვართ და ცუდია ეს ხო. და მოკლედ აი ესე დაიწყო ჩემი ისტორია და ბოლო 6 წელი ამას ვაკეთებ. მე დავამთავრე მეორე, ასე ვთქვათ, ძილი სტრესის მართვა და აღდგენა. ანუ ორმაგი სერტიფიცირება გავიარე, იმიტომ რომ მხოლოდ კვებით ძილზეც უნდა ვისაუბროთ დღეს. კი, აუცილებლად. და ანუ აი მე 6 წელია ვმუშაობ ინდივიდუალურად ჯგუფებთან, სპორტულ გუნდებთან, ასე შემდეგ რა. ეს იყო რაღაც მოკლედ ჩემი ისტორია. ძალიან საინტერესო ისტორია არის. ეხლა გითხარი მაშინ რა არის კვების ფსიქოლოგია და აი როგორ უნდა ჩამოვიყალიბოთ ჯანსაღი უნარჩვევები და საერთოდ რა არის ეს კვების უნარჩვევები, ჯანსაღი? კვების ფსიქოლოგია თავისთავად მოიაზრებს იმ ჩვენს გარემოს, ჩვენ ჩვევებს, თუნდაც ჩვენ აღზრდას და იმ დანარჩენ ასე ვთქვათ, იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ არაჰომეოსტაზურად ვიკვებებით, ანუ როცა ფიზიკურად არ გვშია. ძირითადში აი ეს კვების ფსიქოლოგია ცდილობს ამ კითხვის ამოხსნას და პასუხის გაცემას, რომ რატო ვჭამთ მაშინ, როდესაც არ გვშია. იმიტომ რომ ძირითადად როცა ფიზიკურად გვშია გასაგებია იქ სტრესები, ემოციები ნაკლებია, მაგრამ როდესაც კვების ფსიქოლოგიას ვეხებით მათ შორის ჩვევებს, უფრო ვცდილობთ ამ კითხვის და ამ
რაღაცა განტოლების ამოხსნას. სიამოვნებისთვის. და ანუ აი ამ მიმართულებას ძალიან დიდი როლი აქვს ჩემს პრაქტიკაში. იმიტომ რომ ეს ფაქტიურად საფუძველია რა. იმიტომ რომ ამის გარეშე ძალიან გვიჭირს ჩვენ შეიძლება მაკრონუტრიენტები დავალაგოთ, მაგრამ თუ ეს საფუძველი ცოტა შერყეულია, ეს ყველაფერი ინგრევა. ანუ ჩვევები, ხო? ჩვევები და კვების ფსიქოლოგია. მათ შორის ჩვევები ძალიან დიდი ნაწილია კვების ზოგადად ფსიქოლოგიის. ნუ აქ შეიძლება იყოს ჩვენი ბავშვობის მომენტები, რომ ეხა საქართველოში ძალიან ხშირად ვეუბნებოდნენ რაღაცა თებში მოასუთავი, ხო, შეიძლება უშნოცოლი გეყოლება. ბევრი მომენტები იყო ესე დალიგდა, ეხა ამის უკან არ დგას რამე სიბოროტე, ყოველს გაჭურებულიერი ვიყავით და საკვების დატოვება არ შეიძლება რაღაც, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ დიდობაში ეს მე გადმოდის. და არ ფიქრობთ ამაზე და რეალურად ჩემს კლიენტებთან რომ მუშაობ, ამის ამოსახსნელად დიდი დრო გინდა. ელემენტარულად რომ მოусმინო ადამიანს. და პრობლემა ის არის, თუნდაც სამედიცინო სექტორში მაგის დრო არ არის ხომ, რა ადამიანს მოусმინო რა. და მე მარტივად ლაგდება რაღაცეები. და ჩვევებსაც შეეხება ეხლა ალბათ ჩვევებზე შეიძლება სულ ცალკე პოდკასტი ჩავწეროთ. ხო, იმდენად მნიშვნელოვანი და რაღაცა, მაგრამ გამოყოფთი რამოდენიმეს ალბათ. ერთი არის კვების, ანუ ჭამის სიჩქარე. რაც ალბათ ნომერ პირველია ჩემთვის. ყველასთვის, ანუ თან გაჯეტი, ჩქარა, ჭამა და მე თან ვეღარც აკონტროლებ უკვე ულუფას ხო, უფრო მეტი და მეტი გინდა და ალბათ რეცეპტორიც ჭირდება ხო, რაღაც 20 წუთი რომ. კი, ზუსტად ეგრეა. კი. შენც ახლა ბევრი რაღაც იცი და ანუ საკუთარი გამოცდილებაც ესეა, ხო? განსაკუთრებით მათ, ვისაც წონის კლება უნდა, ну გარდა იმისა, რომ კურსდანწალზე ძალიან კარგად მოქმედებს. მხოლოდ ამის გამოსწორებით, პირობითად ადამიანი თუ რაღაც 80-90 კილო შეიძლება 3-4 კილო ისე დაიკლოს, რომ უშუალო რასაც ჭამს, იმის ჭამა გააგრძელოს. მაგალითად ნახშირწყლების 1/4 მუშავდება მხოლოდ ნერწყვით, ამილაზა ესეთი ფერმენტი, რომელიც რა თქმა უნდა კარტოფილი ავიღოთ, 1/4 საქმეს მარტო ეგ აკეთებს. აჰა. ну მაგის გარდა ზოგადად ამ სტრესულ ემოციურ კვებას რაც შეეხება, ესეც ძალიან დიდი კომპონენტია. ზოგადად ეს აქვს, ოქს არ აქვს, მაგრამ ვისაც აქვს. მე მქონდა და მოვერიე, ხო. შენით. კი, ჩემით. ну აი ჩემი პრინციპში რაღაც ცოდნით, რაც მივიღე და მე საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე ხა არაფერი არ გამოდის და. არა, ხო, დრო უნდა დაუთმო. ხო. ესე ძალიან დიდი და ესეთ ფუნდამენტური მომენტია, იმიტომ რომ სტრესული კვება სტაბილურობის განცდას არ გაძლევს. ანუ შენ შეიძლება რომ დაიწყო ბჭყალებში დიეტა, სწორი კვება, ჯანსაღი კვება, მაგრამ ეს იმდენად არასტაბილურ გარემოში გამყოფებს, რომ ამოვარდნები ძალიან ხშირია. და ყველაზე პრაქტიკაში თან მინდა რომ რაღაც ისეთი პრაქტიკული რჩევები ხო, აი ეგ არის მნიშვნელოვანი, კი. თავისთავად სტრესული კვება რა არის, ხო? ანუ შენი გონების მიერ გამომუშავებული სტრესთან გამკლავების ზრუებითი მეთოდი. იმ მომენტში ამას ეს სურს. მაგრამ პირობითად 15 წუთი რაღაც რო გადადო, შეიძლება დაგავიწყდეს. შეიძლება დაგავიწყდეს. იმიტომ სტრესი სულ ხო არ არის განგზობითად. ისედაც ამბობენ, რომ ტვინს რაღაც ეგ ფუნქცია აქვს, რომ რაღაცა რო აიკვიატებ, ცოტა ხანი თუ აცდი, მერე გადადის, ხო? ნუ აი პრაქტიკაში გეუბნები რა, ხა მეც ქონია ეგ მომენტები შეიძლება ეხლა გქონდეს. კი. და მეორე რომ როდესაც თქვა სტრესულად ჭამ, როგორც წესი გინდა რომ მალე მოიშორო თვალსაწიერიდან, იცი რომ რაღაც ზაფუჭებ. ხო. და დანაშაულის გზნობა, ხო? დანაშაულება და ამის მოშორება რო გინდა, აკეთებ ამას სწრაფად. სწრაფად ვაკეთებ, შეიძლება 3 ჯერ იმაზე მეტი ჭამ. აი ეგ არ ვიცოდი. მაგიტო ჭამ, ანუ უფრო თითქოს აი მე არ წარმომიდგენია იმის გარეშე მე ხარ ვეუბნები კლიენტს, ანუ რჩევას ვაძლევ. ისინი აკეთებენ. მაგრამ ამის გააზრების გარეშე შენ დასტრესილზე რომ ნელა ჭამო თითქმის წარმოუდგენელია. თითქმის ხო. აი ძალიან დასტრესილი რო ხარ, თან აი ბროკოლს არ ჭამ, როგორც ეს ჭამ რაღაც ტკბილს, ხო? ხო, აი ბინჯინგი, ხო? ხო. ანუ ყველა ვარიანტში ჩქარა ჭამ. იმიტომ რომ ხო. არ გიყვარს ასეც აკეთებ, მაგრამ თან ცრემლი მოდის და ტირი ხარ და აკეთებ. ანუ ამის უკან დგას ესე იგი ეს ემოციური ფონი. ყველა ვარიანტში, მაგრამ შენ თუ შენ თავს მიცემ უფლებას პირველ რიგში ეტყვი რომ იცი რა, that's okay რა, ანუ არ არის დიდი პრობლემა, ამ მომენტში მე ვჭირდება. მაგრამ მოდი რა, ნელა შევჭამ. ნიშნავს რომ შეიძლება ნახევარი ჭამ პორციის. და უფრო ისიამოვნებ კიდევაც. კი, და ანუ არ არის პრობლემა და შემდეგ დღეს, როგორც წესი თუ იმას ვაკეთებ ბინჯინგს 3 ჯერ მეტ ჭამ. ტვინს აქ ეგეთი ფუნქცია რა, რომ გვატყუებს რა, გეუბნება რომ თელი დღე წყალში ჩაყარე, ხო ქონია ეგეთი? ხო, როგორ არა. რეალურად შეიძლება დილით შუადღე საღამოს კარგად მოიქეცი ბჭყალებში და საღამოს გააფუჭე. მაგრამ ტვინს გონია რომ თელი დღე გააფუჭე, რა გაიგეთ? და უკმაყოფილების გრძნობა გაქვს და მე თითქოს ვეღარ უბრუნდები ისევ ნორმალურ კვებას და უკვე მე ურევ. მაგრამ ეს მე მგონი იცის უფრო აი რაღაც ძალიან შეზღუდვებმა. ეგ არის ფსიქოლოგიური მომენტი, რაც რო ზღუდავ და უკიდურესობები, ხო? რომ ან ესე ვარ, ან ესე ვარ და ან ჩვენ რაღაც
ცოცხალი არსებები ვართ და ადამიანები ვართ და ხან ესეთ ხასიათზე ვართ, ხან ისეთ ხასიათზე და რაღაცნაირად საკუთარ თავს უნდა გავუგოთ და ვაპატიოთ ახლა ის თქვათ სიამოვნებისთვისაც თუ გვინდა რომ მივირთვათ და მე დავბრუნდეთ ისევ ჯანსაყვებაზე, ხო? აბსოლუტურად. ან იმდენად მიჩვეულია ზოგი ადამიანი რომ გაჯეტის გარეშე შეიძლება ჩქარა ჭამა დაიწყოს. ეს თქვი თუ ამ ორ კომპრომისზე მივიდივარ, ჩემი აზრით ჯერჯობია რომ გაჯეტებთან ვიყო და ნელა ვჭამო და მე გაჯეტი გამოვასწოროთ. მაგრამ ჩვენი ამოცანაა რომ ნელა მივირთვათ. პრობლემა იმაშია რომ როდესაც შედეგს ადამიანები ვერ აღწევენ, თქვა წონის კლების ან სხვა, გონიათ რომ რადიკალურმა თუ ვერ იმუშავა, ესე იგი გამოსავალი უფრო რთულშია. ხო, რეალურად პირიქით არის, უფრო სიმარტივეშია. სიმარტივეში, მაგრამ რაღაც გრადობაში, ხო, რაღაც ერთი და იგივე მაინც უნდა აკეთო დიდხანს, ხო? რომ ჩვევები გამოიმუშავე ცოტა, მაგრამ ერთი და იგივე. შეიძლება ორი რაღაცით დაიწყო. ხო. თქვა შეიძლება ჯანსჭამს კლიენტი, მაგრამ მეუნები რომ მოდი ნელა ჭამა დაიწყე და დაგეგმე და რაც გინდა ისჭამე ორი კვირა. ეხლა რას ნიშნავს მეტაბოლური ჯანმრთელობა და ინსულინ რეზისტენტულობა? ესეც ძალიან საინტერესოა. რეზისტენტობა. ზოგადად ნუტრიცია და მედიცინა ხშირად იკვეთება და მინდა რაღაც გავმიჯნო, რომ ისე არ გამოვიდეს, რომ თქვა სამედიცინო სექტორში გადავდივარ ან ექიმების კომპეტენციაში ვიჭრები რა. მივხვდი იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანია და უნდა ვიცოდეთ ნუტრიციოლოგებმაც. მე ვეცდები რომ რაღაც მარტივად ახსნა რას მოიცავს, იმიტომ რომ თქვა აქ არის ვარჯიშიც, არის კვებაც, სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს. ანუ მეტაბოლიზმი არის ყველა ჩვენი ბიოქიმიური ორგანიზმში რა პროცესებიც მიდის, ენერგიების ჯამი. ანუ ჩვენ რო საკვებს ვიღებთ, ამუშავებთ, მოძრაობთ, ვარჯიშობთ, ფიქრობთ, ყველაფერი ამის ჯამი არის მეტაბოლიზმი. და მეტაბოლური ჯანმრთელობა ალბათ მნიშვნელოვანია, რომ დეფინიციის მიხედვით, როგორც მართლა სამედიცინო დეფინიცია არის, ესე განსაზღვროთ. ანუ მეტაბოლური სინდრომი არის ესეთი. მეტაბოლური სინდრომი ნიშნავს რას? როდესაც 5 ჯანმრთელობის კომპონენტია, ანალიზებით კეთდება და თუ ამ 5-დან რომელიმე 3 გაქვს ერთად აღებული, გეკუთვნის, ანუ თქვა რომ მეტაბოლური სინდრომი გაქვს. და რას ნიშნავს ეს, ხო? ანუ ქოლესტერინის ხო გაგვიგე ყველას. ანუ არის კარგი ქოლესტერინის ეს ეძახიან. კარგი ქოლესტერინის ეს გაქვს დაბალი, როგორც ეს 40-ზე ქვევით. როდესაც არის ტრიგლიცერიდები, ანუ ცხიმის შენახვის ფორმა ორგანიზმში. ეს რო გაქვს 150-ზე მეტი, გარშემოწერილობა როცა გაქვს ქალბატონებზე 88 სანტიმეტრი და კაცებზე 100. ანუ ცხიმი რო არ უნდა ქონდეს ალბათ მუცელზე, ხო, ნუ რაღაც ის იქით რა. ეს არის მაღალი წნევა 130-85-ზე მე მგონი და შაქარი 100-ზე მეტი. თუ ამ 5-დან 3 გაქვს, ტექნიკურად მეტაბოლური სინდრომი გაქვს. აჰა. ეს სამედიცინო 5 წესრიგში უნდა ქონდეს. იდეალური იქნება თუ 5-ვე გაქვს წესრიგში. ერთიც თუ ამოვარდნილია, ჯობია რომ მიხედო. ხო. მეორე ასევე, ახლა ამას პრაქტიკიდან ვამბობ, არის მეტაბოლური მოქნილობა. ანუ metabolic flexibility ასე ეძახიან. რას ნიშნავს ეს, ხო? ჩვენ გვაქვს ორი საწვავის ავზი, ერთი არის ნახშირწყალი, მეორე ცხიმი. ანუ ცხიმი არის ჩვენს ორგანიზმზე, რაც გვაქვს, ანუ ცხიმოვანი შენაერთები, ძალიან დიდი ენერგიის დეპო არის, ასე ვთქვათ. და ნახშირწყალი არის ცოტა უფრო სწრაფი ენერგია, მაგრამ დიდხანს ვერ გასტანს. დიდხანს ვერ გასტანს, ხო. მოკლე ენერგია დავარქვათ. როგორც წესი, უფრო მეტი ადამიანი კარგად წვავს ნახშირწყალს. და ცხიმს ისე კარგად ვერ წვავთ. და თუ ორივეს დაწვა შეგიძლია, ნიშნავს რომ მეტაბოლურად ხარ მოქნილი. რა საინტერესო. აი მაგალითად, როცა ვარჯიშობ, თუ შენ ძირთაში ნახშირწყალსო, მალე ამოწურა მამარაკს, რომ დარბიხარ. და ცხიმის დეპოში ვერ ჩადიხარ. კი შენ გააკეთე, თქო, საწვავი რა, თქო, გისხია, მაგრამ ვერ იღებ აქედან. ვერ იღებ. თუ ეს მომენტი მოწესრიგებული გაქვს, ესე იგი მეტაბოლურად მოქნილი და ჯანმრთელი ხარ. ნუ გაიმ სინდრომებთან კლება, ყველაფერი და მე ბუნებრივად ბევრი რაღაცა ლაგდება. ეხლა რაც შეეხება ინსულინ რეზისტენტობას, ხო? ანუ ინსულინი რა არის თვითონ? ხო. და სადაც ინსულინს ვამბობთ, ანუ აუცილებლად შაქარი უნდა ვთქვათ, ხო? და მე თქო ცალკე შაქარზე შეგვიძლია გადავიდეთ. კი, შემდეგ კითხვა დაახლოებით. ხო, ესე იგი აი ეხლაც, ხო? აი თქვათ შენს ხელში. სიზარღვებში მოძრაობს მიახლოებით ამაზე მეტი არ უნდა იყოს. ერთი ჩაის კოვზი შაქარი. ხო. თუ ამაზე მეტი იყო, უკვე ორი ჩაის კოვზი რომ მოძრაობდეს ნებისმიერ დროს, შეიძლება რაღაც პერიოდს განმავლობაში, შეიძლება გადახვიდე პრედიაბეტის და დიაბეტის ზღვარზე. აჰა. როგორი ვიწრო ფანჯარა, რომ ორგანიზმმა უნდა აკონტროლოს ეს. კი, კი. ამის კონტროლი არის. რეალურად დოზა არის ერთი ჩაის კოვზი, ეს ნუ მეკითხა შემდეგ კითხვაში, მაგრამ ახლა მოიტანა. არის შეიძლება 10 მიიღო, მაგრამ აი მე ვამბობ, რომ რას იტანს, თქვათ ადამიანის ორგანიზმი. კი. ერთ ჩაის კოვს შაქარს.
ხო, ორგანიზმი ყველაფერენ გააკეთოს, რომ შენ თუ მიაწოდე 10, იმანის 9 უნდა გაუშვა სხვაგან. თორე თუ 2 დატოვა იმაში. ხო, ანუ ენერგია უნდა დახარჯო. ენერგია უნდა დახარჯო და ეს ყველაფერი მოაშოროს სიზარღვებს და უნდა გადაიტანოს სად? ღვიძლში და კუნთებში. გასაგებია. ამას აკეთებს ინსულინი. ეს ყველაფერი არის, როდესაც ნორმალური ინსულინის სენსიტიურობა და თქვა ინსულინ რეზისტენტობა არ არის. ხო. ამ შემთხვევაში ეს კარგად მუშაობს ჩვეულებრივად რა. მაგრამ როდესაც არის ინსულინ რეზისტენტობა და რას ინსულინ რეზისტენტობა, ხო? როდესაც ინსულინის სიგნალი არ ესმის უჯრედს. ანუ არ მიდის იქამდე და რა შემთხვევაში არ მიდის? რამოდენიმე შემთხვევა არის. თუ უჯრედის გარშემო არის ცხიმოვანი ბევრი შენაერთი და ფიზიკურად იმის ხმა არ მიდის ბოლომდე, რო ვქოთ, კარები გამიღე, ვერ აკეთებს, იმიტომ რომ კარს არ აღებს. ნუ კარს არ აღებს და კარს არ აღებს, მე ინსულინი ხმას უწევს და ხმისაწევა ნიშნავს, რომ ბევრი ინსულინი გამოდის. შესაბამისად, ცხიმთან არის კავშირში ეს რა და ორი ადგილია, სადაც ცხიმი შეიძლება შევინახოთ. ერთი არის კანქვეშ, რომელიც არის უსაფრთხო შენახვის დეპო და თუ კანის ქვეშ აღარ ყოფნის ადგილი, გადადის მე ორგანოებზე. ანუ შორიდან იმიტომ მოუვარე, რომ ის მომენტი, რომ ინსულინ რეზისტენტობა გვაქვს, უჯრედი რატო ცხიმიანდება, რომ კანის ქვეშ თუ ცხიმი აღარ ყოფნის ადგილი და გადადის ორგანოებზე, ღვიძლი, კუნთები, ორგანოები გაცხიმოვნებული. პანკრეასი რო გაცხიმოვნებულია, ინსულინის გამოყოფაც უჭირს. და მე ინსულინი რო არ გამოიყოფა, ის შაქარი ტივტივებს, იმიტომ დავიწყე ერთი ჩაის კოვზი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მექანიზმია, რომ ეს ერთი ჩაის კოვზე მეტი შენ ორგანიზმში არ მოძრაობდეს. და როგორც კი მოძრაობს, ამაზე მეტი უკვე არის რეზისტენტობა, რომ ვეღარ მიაქვს შაქარი უჯრედამდე. და რა, ნუ აქედან გამომდინარე კითხა, ვთქვათ, ამბობენ, რომ თაფლი იგივე შაქარია. პოპულარული კითხვა და შეიძლება რაღაც შესტომას შევდივართ ხოლმე. ცოტა მოუვაროთ და ვთქვათ, რომ კარგად ჩავშალოთ, იმიტომ რომ ძალიან დამაბნეველი არის ეს. კი, ნამდვილად და მეც ახლა რაღაც წლების წინ ცოტა სხვა წარმოდგენა მქონდა. ჩვენ რო შევადაროთ უშუალოდ თაფლი და შაქარი, ძალიან მცირე განსხვავება არის ამ კონტექსტში. 2 ჩაის კოვზი რო ავიღოთ თაფლი და 2 ჩაის კოვზე შაქარი. და ავიღოთ მაგალითად აი კალიუმი, რკინა, მაგნიუმი, ხო, ძირითადად მინერალები, რაც ძალიან კარგია ჩვენ ჯანმრთელობისთვის. თაფლში არის მიახლოებით, აი კალიუმი ავიღოთ 10 მგ კალიუმი 2 ჩაის კოვს თაფლში. მაგრამ ეს არაფერს არ გვეუბნება. ეხლა რო გითხარი 10 მგ ალბათ ვერ გიხდი რას ნიშნავს. ხვდები, მაგრამ ნუ კალიუმი რო ძალიან მნიშვნელოვანი არის 10 მგ რო შენ გითხარი, რატომ მოყავს მაგალითი? დღიური დოზის რამდენია? კალიუმი. ხო, ეს თუ არ ვიცით, აზრი არ აქვს. მაგ კონტექსტში კალიუმი რო ავიღოთ შაქართან თაფლში განსხვავება არის 0.2%. გასაგებია. საერთოდ არაფერი არ არის. აქედე მეორეა რომ თქვათ ეს ნუ მითი არ არის რეალურად აი რაღაც ანტიბაქტერიული რაღაც თვისებები ესე აქვს. მაგრამ კიდე მანუკა თაფლი ხო არსებობს ძალიან სასარგებლო. კი, ჩემი პირადი გამოცდილებით მანუკა თაფლი ისეთი ფასია რომ მაგ ფასად ბევრად ჯანმრთელ პროდუქტებს იყიდი და ბევრად კარგად იგრძნობს თავს. მე ისე ვფიქრობ რა. და მეორე მხრივ აი ანტიოქსიდანტებს ამბობთ ხო ეს ანუ ფიტონუტრიენტები, ანტიოქსიდანტები რაც არის მცენარეული ეს თქვა მოლეკულები ხო? აი იგივე ეს ანტიოქსიდანტები თაფლში შეიძლება იგივე 2 ჩაის კოვში შეიძლება იყოს 2 გრამი, 2 მილიგრამი. მწვანე ჩაის შეიძლება იყოს 100-დან 300-მდე ერთ ჩიქაში. და გარდა იმას კი იღებ, მაგრამ შენ რო იმდენი კვებავი ნიტრატი მიიღო, რაც საჭიროა, იმდენი თაფლი უნდა მიიღო, რომ შეიძლება რამოდენიმე კვირაში დიაბეტის ზონაში გადახვიდე. ან ალერგია მოგცეს. ან ალერგია მოგცეს, მივხვდი? მაგრამ ანუ ეხა ესე რომ შევადაროთ, თქვათ, შაქრით დავატკბოთ, ხაჭო და მაწონი თუ თაფლით, რა თქმა უნდა, ვურჩევთ თაფლს. ეხლა მე გადავალ მეორე მომენტზე, რაც არის პიროვნული პრეფერენცია. ხო, უნდა გაგვიზდეს, ხო? მე თავს არ ვიღებ, იმიტომ რომ ჯანმრთელია. მე თავს ვიღებ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს გემოზე. ხო. და ანუ შაქარს საერთოდ არ ხმარობ. მესმის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შაქარ თავს იმიტომ ვიღებ, რომ ძალიან ჯანმრთელია. გასაგებია. ამიტომ იგივენაირად გადავალ სხვადასხვა პროდუქტზე, თუ ეს პროდუქტი შენ სიამოვნებს და არ ქვია მას სახელი, რომ მე ეს გემოზე ძალიან მომწონს. მოდი, ესე შევხედოთ. ჩანაცვლება თუ მინდა შაქრის, თქვა რაფინირებული შაქრის ჩანაცვლება მინდა. და თუ ჩავანაცვლებ ამას თაფლით ან ფინიკით, იმიტომ რომ მე მაგალითად არ მომწონს სტევია და ერითრითოლით ჩანაცვლება. მე პირადად. ნუ ეს ჩემი პირადი აზრია. ჩანაცვლების კუთხით, იგივე გლიკემიური ინდექსი ცოტა უფრო დაბალი აქვს თაფლს, მაგრამ გლიკემიური ინდექსზე უფრო უკეთესი ინდიკატორი არის გლიკემიური დატვირთვა, ლოუდი. იმიტომ რომ გლიკემიური ინდექსი არ ითვალისწინებს პორციას და გლიკემიური ლოუდი ითვალისწინებს.
და გლიკემიურ ლოუდზე თუ გადავიყვანთ პორციას შევადარებ. დიდი განსხვავება მანდ არ არის. შაქარზე თავს შორის მივხვდი. ამიტომ მაგრამ აი ერთი კითხვა მაქვს. ანუ მიჩვევის თვალსაზრისით ხო აქვს? აი რაფინირებული შაქარი მაინც ტვინისთვის არის ძალიან ისეთი ედიქტი როგორ თქვა ქართულად. რა სიმალე და ალბათ აი ვერ გეტყვი ზუსტად. აი მე კვლევები ვიცი რომ ალბათ რომ შაქარის სავარაუდოდ უფრო თეთრი შაქარი იწვევს მიჩვევას როგორც თქვათ ნარკოტიკი, ერთ-ერთი სახეობის არ ვიტყვი ხა, იწვევს მიჩვევას, ესეთი კვლევა მაქვს ნანახი და ტვინი ვინ შაქარს განცალკევებული შაქარი? რაფინირებული შაქარი. ანუ ცხიმთან და მარილთან ერთად ხო არა? იმიტომ რომ კიდე უფრო ბუსტავს. ალბათ, მაგრამ აი ზოგადად ადამიანი რომელიც რაფინირებულ შაქარის შემცველ პროდუქტებს ხმარობს, მისი ტვინი და ნარკოტიკის მომხმარებელი ტვინი ემერაიზა რომ გადაიღეს ერთნაირია. ძალიან საინტერესოა, მეც მინდა რომ ვიყენახ უბრალოდ იმიტომ რომ რეალურად ეს მოლეკულა რაც არის შაქრის და თაფლის არის ერთი და იგივე. ხო. ასევე ვაშლიდან. ხო და აი თაფლზე არ ვიცი, მე როგორც ვიცი თაფლი და ფინიკი ეგეთ მიჩვევას არ იწვევს. მაინც უფრო ცუდ ბაქტერიების ბუდეა, ხო? ანუ ამრავლებს რა. მაგალითად კუჭნაწლავში რაღაცა ღრუბელივით არის, ხო? უფრო მეტი და მეტი გინდა, აი როგორც ღრუბელს რო დაასხამწყალს და იბერება, ვთქვათ, შაქარს რო ჭამ, გინდა მეტი და მეტი. თუ ხარ შაქრისკენ, ანუ მიდრეკილი და დამოკიდებული შაქარზე, იმიტომ რომ მე პირადი გამოცდილებიდან ვამბობ, მე მქონდა ეს. და თაფლზე არ ქონია? არა, იმაგას ვამბობ და მე რო ჩავანაცვლე თაფლით, ფინიკით, პირიქით აღარ მინდა იმდენი ხარ. ხო, აი საკუთარ თავზე შემილია ვთქვათ ექსპერიმენტი ეს ეხა სხვაზე არ ვიცი, მაგრამ კვლევებით მე ნანახი მაქვს ეს კვლევები, ლექცია მქონდა, სადაც აი შაქარზე არის კონკრეტულად ესეთი შედარება, რომ ტვინი არის ერთნაირად დაზიანებული, როგორც ნარკოტიკ დამოკიდებული. იქ ეხა კი, და ბუნებრივმა შაქარმა მაინც ბუნებიდან რაც მოიპოვება, იმან არ იცის ეგეთი დამოკიდებულება. ძალიან საინტერესოა. და აი სიტყვაზე 20 ფინიკს ვერ შეჭამ ფიზიკურად და მთლიან სტაფილოს ნამცხვარს შეიძლება დღის განმავლობაში თუ დავიწყებდი ვთქვათ ტკბილის ჭამას, აი მთლიან პლიტკებს, რა ვიცი, რეები მაქვს გაკეთებული და მაქედან გამომდინარე ვხვდები, რომ საერთოდ სხვადასხვა პროცესი მიდის ორგანიზმში, როცა რაფინირებულ შაქარს ეხება. როცა ვამბობ დანამატ შაქარზე, მათ შორის ყველაფერი თაფლის მოიაზრება. სადაც არის 50 გრამი დანამატის სახით, რაც არის 10-12 ჩაის კოვზი. ეს არ არის დღიური ნორმა, ეს არის დღიური ლიმიტი. ეს არის ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის USDA-ის მიერ ბოლო გაიდლაინების მიხედვით ლიმიტი და ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ იყოს 5-6. ამაზე მზევით ჯობია რომ არ მიიღო. აი რო ვილაპარაკოთ შაქრის ვახსენეთ და რო ჩავშალოთ რაფინირებული შაქრის მიკრობიომზე, ანუ კუჭნაწლავზე რა გავლენა აქვს. და ვთქვათ იგივე გავლენა აქვს თუ არა თალფს, ფინიკს ან ხილს. ზოგადად კვლევებში რაც ნანახი მაქვს არის ანუ ცხოველების მოდელებია, მაუს მოდელს ასე ვძახით, არის ადამიანებზეც ცალსახა არის, რომ ნებისმიერი სახით გადამეტებული არ ვიცი, შეიძლება თაფლიც იყოს, იმიტომ რომ ყველას ან სულ წყალი მიიღო რაღაც დოზაზე მეტი, უკვე ცუდად ხდის ან შეიძლება მართლა მოკვდა. მე არ განვაცალკევ, იმიტომ რომ ესე მართლა არ მახსოვს, რომ ცალკეთ თაფლია არ ეწეროს ან ეწეროს და ზოგადად გლუკოზაზე გარედან მიღებული დანამატის სახით ცუდად აისახება მიკრობიომზე, მაგრამ მიკრობიომიც ალბათ ახსნათ 2 წუთში რა არის, ხო? კი, აუცილებლად. მიკრობიომი არის ჩვენს ნაწლავებში, განსაკუთრებით სხვილ ნაწლავში, რომელიც არის ჩვენი ნაწლავის ბოლო სეგმენტი, მან ცხოვრები ბაქტერიის პოპულაცია. კეთილის და ნუ როწის დავარქვათ. ცუდი და ორივე, კი. შესაბამისად და ნუ ალბათ ერთადერთი რამე, რაზეც აღარ დაობენ ხო არის ბევრი თემა რაღაცა შევიდო. ამას არ დაობენ რომ მიკრობიომს, მიკროფლორას უდიდესი ზეგავლენა აქვს ჩვენ ჯანმრთელობაზე, გულსრათა დაავადებების პრევენციაზე, იმუნიტეტზე, მეტაბოლიზმზე, ხასიათზე, კუჭნაწლავის მოქმედებაზე და ასე შემდეგ. ამაში ერთ-ერთი მთავარი როლი უკავია ბოჭკოს, ანუ ფაიბერს, ხო იმასაც ვეძახით. იმიტომ რომ ეს ბაქტერიები უჯრედისი ბოჭკო, ხო. იკვებებიან ამ უჯრედისით. როდესაც ბევრ შაქარს ვიღებთ, როგორც წესი, არის განცალკევებულად ადამიანი რომ ძალიან ჯანმრთელი იყოს, ჭამდეს დაბალანსებულად და ძალიან ბევრ შაქარს იღებდეს, ცოტა ანომალიაა. როგორც წესი, თუ ძალიან ბევრ შაქარზე ხარ დამოკიდებული, სხვა რაღაცეებიც არეული გაქვს. ვეღარ ჭამ ჯანსაღად. ხო,
ამიტომ ნახე, როდესაც ბევრ შაქარს ვიღებთ, გარდა იმისა, რომ შაქარი თავისთავად უწყობს ცუდი ბაქტერიების გამრავლებას, თავისთავად ჩვენ თუ ფაიბერს დატოვთ, ფაიბერს ვიკლებთ, უჯრედის. ჩვენი კეთილი ბაქტერიები, რეალურად მათ საჭმელი აღარ ჩასდით და იწყებენ რას? ანუ ჩვენ ნაწლავს და ჩვენს შორის, ანუ ნაწლავზე არის აპკი გადაკრული, რომელსაც ენდოთელიუმი ქვია, მეგონი ქართულად სწორედ თქო, რომელიც არის 1-დან 3-ჯერ აი თმის ღერი რო ავიღოთ ამ სისქე. როდესაც ბაქტერიებს თავისაკვები არ აქვს, კარბაქტერიას გულით, იწყებენ ამ ჭამას. ფენის ჭამას. მე რა ხდება ხო? უკვე ჩვენი დამცავი ფენა ირღვევა, არის ხრელები და უკვე ნებისმიერი სახის საკვები შეიძლება ორგანიზმზე აღიქვას, როგორც ანთებით პროცესები და იპარება რა აქ. მე მიდის ანთებით პროცესები შეიძლება კონდეს რა ვიცი სისუსტე, brain fog-ი, რასაც ეძახით ხო? იდეაში მე რაც ქონდა რაღაც დონეზე ეგეც იყო, იმიტომ რომ ანთებით პროცესები მიდიოდა რა. ამიტომ თავისთავად შაქარი არღვევს აი ამ ბარიერს, ეს ბარიერი არის უმნიშვნელოვანესი. ძალიან ხელია, ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. და შესაბამისად, კარგი ბაქტერიებიც იწყებენ იმის ჭამ და ფიზიკურად საკვები აღარ აქვთ. ძალიან საინტერესო. ამიტომ ეს არის ძირითადი მექანიზმი როგორ მუშაობს რა. ხო. რა არის ფარული კალორიები? ეს არის ძალიან საინტერესო თემა. იმიტომ რომ ბევრ საკვებში გგონია რომ ძალიან ჯანსაღია, თქვათ უბრალოდ მივდივართ თქვათ გარეთ მივირთმევთ ან რესტორანში და გგონია რომ ძალიან ჯანსაღად შევუკვეთეთ თევზი ან ქათამი ან არ ვიცი ხორცი თუნდაც და ბოსნეულიც მოყვება ამ ყველაფერს და გგონია რომ ძალიან ჯანსაღად ვიკვებებით და სინამდვილეში რაღაც соуსი მოყვება ამას რომელშიც შეიძლება იყოს შაქარი ან რაღაც ისეთი მავნე ნივთიერებები. შენს გამოცდილება მაგის როგორ ჩანს, ხო? ფარული კალორია რატო არის, ხო რომ ყველაზე მეტი კალორია არის ზეთში. ერთი სუფრის კოვზი არის მიახლოებით 120 კალორია. ეხლა სალატს ჩვენ 2-ს გავუკეთებთ 3-ს თუ 1, დიდი განსხვავება ვიზუალურად არ არის, თან არ ჩანს. როცა соуსებს ვეხებით, მაიონეზში არის ყველაზე მეტი, იმიტომ მაიონეზში არის ზეთის და სხვა რაღაცეებიც. შეიძლება ერთი მცირე ულუფა მაიონეზში იყოს 300-400 კალორია. მაგრამ ისეც მაიონეზი საშინელი პროდუქტია, თუ სახში გაკეთებული არ არის. სულ სახში გააკეთო, ანუ ხარისხობრივად რომ კალორიების კუთხითაც ვამბობ, სახში რო გააკეთო, რა თქმა უნდა. შეიძლება გამოვიდეს. მაინც კალორიულია. თან მეორე, ნუ პლუსიც არის და მინუსიც, რომ აგემრიელებს, ისაც გემრიელია, ცოტა რთულია თავი შეიკავრო, ბევრი არ ჭამო. როდესაც соуსებზეა საუბარი, შაქრებზე, ხო, მაგალითად, თერიაკი, ცხარე-მჟავე, 50 გრამში არის მიახლოებით 5 ჩაის კოვზი. ოი. 5 და შეიძლება შენ ფიქრობ, მეც რა შაქარს არ ვიღებ. მაგრამ როგორ არ იღებ соуსებში ყველგან. ანუ რომ ვიცოდეთ ინფორმაცია, რომ ანუ შეიძლება ზოგს ეგონოს, რომ თქვათ არ იღებს შაქარს და რეალურად соуსებში არის ფარული შაქარი. რა მნიშვნელობა აქვს ძილს წონაში კლებასთან რა კავშირშია? ალბათ არ არსებობს ჯანმრთელობის კომპონენტი, რაზეც ძილს არ აქვს ზეგავლენა. ფიზიკურად არ არსებობს. და რომელია სწორი და ჯანსაღი ძილი? იმიტომ რომ შეიძლება დაიძინო დილის 3 საათზე ან 4-ზე და გამოიძინო და გეგონოს რომ არის ხო გამოძინებული ხარ. მოდი აქაც მოუვაროთ ცოტა. ზოგადად აი ევოლუციას რო შევხედოთ, თუ ორგანიზმისთვის რაიმე საჭირო არ არის, როგორც წესი ევოლუციის რამოდენიმე ათეული 1000 წლის გასვლის შედეგად, როგორც წესი ევოლუცია რაღაცას ან შეამოკლებს, ან საერთოდ ამოიღებს, თუ საჭირო არ არის, ხო? ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარეს 10 წლის წინ ჰაძას აი ტანზანიაში ჰაძას ტომები რო არიან, ხო? მაგათთან და კიდე რამოდენიმე ორი ტომი იყო. მაშინ არ იყო ეს გაჯეტები რა, ესე პოპულარული, მაგრამ გაუკეთეს მოძრაობის დეტექტორები და მიხვდნენ მიახლოებით რამდენი ხანს ეძინა. ანუ დღევანდელ რეალობაში 21 საუკუნეში ეს იყო ყველაზე მიახლოებული ტესტი იმისა, თუ პრეისტორიულად თქვათ 40-50000 წლის წინ ადამიანს როგორ ეძინა და რას აკეთებდა. რეალურად აღმოჩნდა, რომ 6 საათნახევრიდან 7 საათნახევრამდე ძინავთ მათაც. ანუ ძალიან მაღალი ალბათობით ნიშნავს, რომ ძველი ადამიანიც მიახლოებით ამდენ საათს უთმობდა ძილს. რატო ეს შესაძლოა რატო გავაკეთე, ხო, რომ თუ ეს მნიშვნელოვანი არ არის, მაშინ ევოლუციის განვითარების შედეგად ამას შეამცირებდა ადამიანი და 3 საათი გვეყოფოდა ძილში 4 საათი რა, მაგრამ ესე არ არის. ნამდვილად გვინდა რაღაც მინიმალური, ნუ 6 საათნახევარი 7 საათი მაინც რომ ანუ 8 საათი რო ამბობენ რომ აუცილებლად 8 საათი უნდა გეძინოს, ესე არ არის ინდივიდუალურია, ხო? მე რაც ნასწავლი მაქვს, რაც ჩემს თავზე მაგალითად სტილი და ძალიან ინდივიდუალურია.
და ასევე გააჩნია ხარისხს. შენ შეიძლება 8 საათი გეძინოს, მაგრამ ძილის არქიტექტურა იყოს სრულიად არეული. საერთოდ ხმაძილში ვერ 3 საათზე 8 გეძინოს. ამიტომ ესე ჩემი აზრით აი საათი რო თქვა არასწორი იქნება რა. თუ ჩვენ ძილის ჰიგიენა გამოსწორებული გვაქვს და ვისაუბროთ რეებია. შეიძლება ნაკლებიც გვეყოს. მე პირადად მაგალითად ადრე ხა 1-10 წლის წინ შეიძლება 8-9 საათიც მეძინა. ეხლა მაგალითად 6-7 საათი ისე მყოფია, ბევრად კარგად ვარ ვიდრე ადრე. ნუ ალბათ შეცვალე რეჟიმი, კვება და ეს ხო ამაზე ხო დამოკიდებული, კვებაზე არის დამოკიდებული ძილი. ხარისხიც და დროც. ნამდვილად. ეხლა ზოგადად ძილის დროს რა პროცესები მიდის, ეხლა ეს ბოლომდე შესწავლილი არც აქვს და ძალიან ბევრი რაღაცა რაც არ ვიცით, მაგრამ ის რო თქვათ აღდგენითი პროცესები, ორგანიზმის შენება, ჭყალებში ნაგვის გამოტანა, ყველაფერი ეს ხდება აი ამ ძილში. იმუნიტეტის გაძლიერება და ასე შემდეგ. კვების კუთხით რო დაუბრუნდეთ, ორი ძირითადი ჰორმონია, რომელიც ერთი გაშიებს, მეორე განაყრებს. ერთს ქვია გრელინი, რომელიც ასევე პანკრეასთან გამოიყოფა, თუ სწორად მახსოვს. მეორე არის ლეპტინი. ლეპტინი განაყრებს. როდესაც ნაკლები გძინავს ან ძილი არეული გაქვს, ეს ჰორმონებიც ირევა. ხო. პლუს ამას ემატება ის, რომ ჩვენ ხო გვაქვს აი ჩვენი ტვინის წინა ნაწილში ინგლისურად პრეფრონტალ კორტექსი ქვია, მე მგონი ქართულად როგორ არის ნათლა არ ვიცი. ზოგადად ხომ არ გამოვიყენებ ეს ტერმინები. ეს არის ჩვენი ბიოლოგიური მუხრუჭი, ჩვენი რამდენად ემოციურად გაწონასწორებული ვართ, ან შეგვიძლია უარი თქვა გადაწყვეტილებების მიღებას. ეს არის პასუხისმგებელი. აბსოლუტურად. ესე თითქოს გათიშულია და ძილის არევის შედეგად ბევრად უფრო რთული არის, რომ ჩვენი თავი მოვთოკოთ და არ მივირთვათ ის, რაც არ უნდა მივირთვათ. როგორც წესი, აი ძალიან უძინარზე ხა თქვა ბროკოლი და სტაფილო არ გინდება, უფრო გინდება შაქრიანი ცხიმიანი სიტუაცია. როგორც ნაბახუსებზე. კი ბატონო. ამიტომ ერთ-ერთი და ზუსტად ეს მომენტი არის, რომ ამას რევს, ასე ვთქვათ, ძილი და უფრო ხშია და ლეპტინი, რომელიც გვანაყრებს, ისის თითქოს რეზისტენტულია და ბევრი შეგვიძლია მივიდეთ, მაგრამ არ ვერ დავკმაყოფილდეთ. თვითონ მაგ კონტექსში, რადგან კვებაზე ვსაუბრობთ, აი ძილმა შეიძლება ეს თავისთავად გამოიწვიოს. თვითონ ძილს რაც შეეხება, რომ ალბათ აი რჩევა მივცეთ, ხო, როგორ შეიძლება ვისაც არეული ძილი აქვს გამოისწოროს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ღამე ალბათ ეს ლურჯი ნათების მოშორება. 1 საათით ადრე მაინც რომ გაჯეტში არ ვიყოთ. ნამდვილად და ასეა. როგორც იცი, ცოტა უნდა ჩააბნელო სახლში ზოგადად ნათება. კარგი იქნება თუ მოვახერხებთ ამას. საკვებსაც შეეხება, როგორ არის, იცი, სადღაც 36-6 თუ არის ტემპერატურა, დაზინების მომენტ ჩვენ იყოს 35-6-35 დადაბლდეს და თუ ჩვენ ძალიან გვიან მივიღეთ საკვები, მithumetas ალკოჰოლი შეიძლება სისხლი მიეწოდოს ანუ კუჭნაწლავს და ტემპერატურამ გამოგვაღვიძოს. ამიტომ შეიძლება არ იყოს აი აზრი გვიან საკვების მიღება და ზოგადად ოთახში ტემპერატურა 2-3 საათით ადრე ალბათ არა ძილამდე. კარგი აზრია. ხო. და მოკლედ წონაში კლება თუ გვინდა, ყველა ვარიანტში უნდა დავიძინოთ დროულად დღეს გავიღვიძოთ ხვალ და ძალიან კარგი იქნება. სცადოთ ყოველ შემთხვევაში თუ არ მოგვეწონა რის შანსით 0-ია. ხო, უნდა შეადარო. და უნდა შეადარო როგორ გრძნობ თავს და მაგის მიხედვით მოიქცა. ეხლა მე მაინტერესებს რას ფიქრობ შენ ღვინოზე? ღვინო როგორც ალკოჰოლი. იმიტომ რომ ჩვენთვის ღვინო არის ძალიან მნიშვნელოვანი კულტურის ნაწილი, საქართველოს ღვინო საქართველოსდან მოდის და ძალიან მნიშვნელოვანია და მეც ძალიან მიყვარს. მთავარი კითხვა რაც არის ჩემი რომ ეს მითები რომ ბაბუა ჩემი 100 წლამდე ცხოვრობდა, იმიტომ რომ წითელ თავის დაწურულ ღვინოს სვამდა და ბაბუა ჩემო იმიტომ იცხოვრა მოკლედ 100 წელი რომ დღეში 2 ჭიქა ღვინოს სვამდა. რა კვლევებია დღეს? ძალიან ბევრი კვლევა დაიდო ბოლოს, რომელიც ამბობდა რომ მცირე დოზით ღვინის ალკოჰოლის მიღება უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე საერთოდ არ მიღება. ხო, ხო. 2024-ში სტოკველი იყო ესეთი მეცნიერი, რომელიც ეს დადო. დაიდო მეტაანალიზი. ანუ მეტაანალიზი რა არის, ხო? კვლევების კვლევა. 107 კვლევა გაერთიანეს, ჯამში 4.800.000 ადამიანი იყო. და აქ რა მოხდა რა? მე ძალიან დამაინტერესა, როგორ შეიძლება ცოტა სასმელი უკეთეს შედეგს იძლებოდა, ვიდრე საერთოდ რო არ იღებ. იმ კვლევებში, სადაც ამას ამბობდნენ, იყვნენ ადამიანები, ვინც იმ მომენტში შეწყვიტეს სმა, მაგრამ ვინც მთელი ცხოვრება სვავდა. და მათი ჯანმრთელობა საკმაოდ ანუ ვერ იყო ისე დონეზე, როგორც ადამიანები, ვინც საერთოდ არ სვავს. გასაგებია. ეს ადამიანები შეადარეს ადამიანებს, ვინც ცოტა სვავდა. და შესაბამისად, იმ ადამიანების ჯანმრთელობა, ვინც იმ მომენტში კი არ სვავდნენ, მაგრამ მთელი ცხოვრება სვავდნენ. იმათი ჯანმრთელობა ბევრად უფრო უარესი იყო,
ვიდრე ადამიანის კვლევა უნდა გაკეთებულიყო იმ ადამიანებზე, ვინც საერთოდ არ ზუსტად ამ 24-ის კვლევამ ეს უზუსტობა, ესენი ამოიღო, გაანეიტრალა და საბოლოოდ აღნიშნა დაიდო, რომ იდეაში ცოტა დალევას არანაირი ბენეფიტი ბიოლოგიურად ჯანმრთელობის არ აქვს, მაგრამ ასევე იყო ცოტა დალევაში იგულისხმება კვირაში ერთი პორციიდან მე მგონი დღეში 2-მდე თუ რაღაც ესეთი ის იყო რა, მაგრამ ასევე ეწერა რომ რაღაცა მცირე დოზის მოხმარებას რაღაცა კატასტროფა შედეგებიც არ ქონდა რა, მაგრამ ის მომენტი რომ შენ თუ დალევ ცოტას უფრო კარგად იქნება ვიდრე საერთოდ თუ არსაო, ეს ამ კვლევამ, რაც ძალიან დიდი კვლევა იყო, ფაქტიურად გაანეიტრალა. ჩვენ ადამიანებს, რა ვიცი, შორის მეც ალბათ ჩვენს გვიყვარს კარგი ამბების გაგება ჩვენ ცუდ ჩვევებზე. უბრალოდ ეხლა მოდი ვახსენოთ აი ალკოჰოლი, მათ შორის ღვინის და ნებისმიერ სხვა სპირტიან სასმელის კონვერტაცია როგორ ხდება, რომ გავიაროთ, ხო, ეს ძალიან მარტივად ეს თემა, ხო? ზოგადად ღვინო ნებისმიერი, ანუ ეთანოლი, ხო? ეთანოლი არის ტოქსიკური. თუ ჩვენმა ღვიძლმა ეს არ დააკონვერტირა, ჩვენ ალბათ მოკვდებით. ხო. მიახლოებით ნორმალურ ადამიანის ღვიძლს და არ ვიცი ჩვენ ქართველებს რამეზე მეტი ფერმენტი გვაქვს თუ არა, მაგრამ ზოგადად არის 1 საათში შეგვიძლია 1 პორციის განეიტრალება. პორცია აქ არ არის 1 ბოთლი. ხო, რა არის? პორცია არის მაგალითად ღვინის შემთხვევაში არის 150 გრამი, ლუდის შემთხვევაში არის 330 მილიგრამი. და სპირტიან სასმელის შემთხვევაში 40 მილიგრამი. ამის განეიტრალება შეუძლია 1, ნუ არ შეიძლება თქვა 2. ზოგადად ვიცი რომ ეს არის 1. ხო. ესაც შეეხება კონვერტაციას. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვასწვით შეიძლება 1 ლიტრს და მეცაც, იქ ძალიან მაღალი ალბათობით, როდესაც უკვე თრობა მიდის. ეს ნიშნავს, რომ ღვიძლი ვერ ერევა, რომ დააკონვერტიროს. ინტოქსიკაცია. ხო, ინტოქსიკაცია ხდება, ასევე. ხა ამას ვსაუბრობ ბიოლოგიურად, ანუ რა ხდება, ხო? ეს არის ესეთი პროცესი. მოდი თუ სვავ ღვინოს, ხო ქსიამოვნებს. აი მეც ხა ერთჩიკა დალიო ქსიამოვნებს. მაგრამ ნუ იტყვი ამას, რომ ეს ძალიან ჯანმრთელია, და რატო? მოდი ახლა გავშალოთ, რატო, ხო? ძირითადი თეორია, რატომაც ვამბობენ, რომ ღვინო არის სასარგებლო, არის ერთ-ერთი კომპონენტი, მასში რესვერატროლი, რაც არის, რომ ეს ხანგრძლივი ცხოვრების თითქოს ეს მოლეკულა, არის ღვინოში, ხო? ღვინოში საიდან არის ეს? თუ ყურძენში არ არის, ღვინოში საიდან არის, ხო, პირობით? არის ყურძენში. არის მიწისძვრში, არის მოცვში, არის სხვა კენკროვნებში. ბევრ მცენარეულშია. ამიტომ რომელიც ინტოქსიკაციას არ იწვევს, როგორც არ იწვევს, ხო, ანუ ის ნაკლოვანება, რაც თქვა, შეიძლება ჭარბი ოდენობით ღვინის მოხმარებას ქონდეს, ის არა აქვს. ამიტომ ძალიან ბევრი პროდუქტია, რომელიც ანალოგიურად უფრო მეტი ფიტონუტრიენტი, ანუ ეს აქვს შიგნით, ვიდრე ღვინოს. ამიტომ ის მომენტი, რომ მე ხა ღვინოს დავლევ და გავჯანსაღდები, ჩემი აზრით და კვლევებითაც სრული მითია, მაგრამ ცარი რა არის, იცი? აი, მაგის კვლევა არ ვიცი, არის 1-2 ჭიქას რო დავლევ და ბედნიერი ხარ ადამიანი. იმის მონეტიზაცია კი არა, იმის გადათარგმნა, რომ როგორ აისახება შენ ემოციურ კეთილდღეობაზე, ეს ოდარ რთულია და მაგაში ვერ შეედავები ადამიანს. მიხვდი? იმიტომ რომ ძირითადად რაღაც რელაქსთან არის კავშირში და თან არა, კიდე ისიც არის, ნუ რაღაც ღვინოს რო სვამ, მეგობართან ერთად, მეგობრებთან ერთად ეს ჩვენი სუფრის კულტურა. ხო, კარგ ხასიათზე გაყენებს, უფრო გახსნილი ხდები, უზიარებთ ერთმანეთს, კარგ ემოციებს. ალბათ ეს რაღაც მოყვება ამ ყველაფერს. ალბათ მარტო ჯდომა და ღვინის მას და გაზიარება შორის მანდაც არის, ხო, რაღაც განსხვავება, ალბათ დიდი განსხვავება არის. რას ფიქრობ შენ ესე ყოველდღიურად კალორიების თვლაზე? რა აზრის ხარ, რომ ადამიანი ესე ცხოვრობს? მისი ცხოვრების წესია, ლაიფსტაილი, რომ მე ვითვლი კალორიებს. აი, რა აზრის ხარ ამაზე? წონიან? ნუ, ალბათ დაახლოვებით უკვე ხო ხვდებიან და სულ გახდომის რეჟიმშია ეს ხალხი რა, ვინც კალორიებს ითვლის, რასაც ვაკვირდები. კალორიების დათვლა კარგი რამ არის, ოღონდ უნდა იყოს ალბათ დროებითი. მაგას ვამბობ. ანუ ეს არ იყოს ცხოვრების წესი. ჩემთვის ალბათ ერთი კვირა იყო, უბრალოდ მაინტერესებდა. არას არ ვითვლი კალორიებს. კალორიების დათვლა რას აკეთებს? გინდა რომ ნაკლები მიიღო. ხო. მაგრამ თუ ჩქარაჭამ შეგიძლია ცოტა შეანელო და კალორიები ცოტა ხანი არ დაითვალო. ანუ ისეთი ხერხებია, რომელიც კალორიების თვალსაჩინო უფრო სტრესულია. დღევანდელი, თქვათ, ტექნოლოგიის გათვალისწინებით, თქვათ, ეხა AI-ის და ChatGPT-ის გათვალისწინებით, ბევრი ალგორითმია და აპლიკაცია, ხო, ძალიან კაი აპლიკაცია, IA-to ქვია. ხო. მაგრამ მაინც აშიშია, იმიტომ რომ მგონია, რომ თან აი თინეიჯერებისთვის რა შეიძლება განვითარდეს კვებითი აშლილობა. ანუ ძალიან სტრესია თაკო. დანაშაულის გრძნობა მოყვება და მგონია რომ ამ ციკლში ხარ და
კალორიების ანუ რაც შენ თქვი საჭიროა. ანუ თუ ჩვენ გვინდა რომ გავხდეთ, თუ გვინდა რომ გავხდეთ, რაღაც დროს ვითვლით კალორიებს. შეიძლება რას გეუბნები ვიცი რომ შეიძლება არ მოგიწიოს უშუალოდ დათვლა, ჯერ ჩაუღრმავდეთ რასაკეთებ არასწორად და შეიძლება კალორიების თვლამდე არც კი მიხვიდე. ხო. ანუ თუ შენ სტრესულად ჭამ, ბევრ ფსიქოლოგიაზე რაც ვისაუბრეთ, ამას თუ გამოვასწორებთ, ცხიმებს ჭამ, რომელსაც ვერ ხედავ, ყველაფერი ამის გამოსწორებას, მაგრამ შეიძლება არც მოგიწიოს, ბევრი სიჩქარე გვაქვს. და შეიძლება ამ კალორიების დათვლის სიჩქარეში გადაგდება არც მოგვიწიოს. თუ მოგვიწია აუცილებელია რაღაც მომენტში, მაგრამ ეს უნდა იყოს დროებითი, რომ შენი ორგანიზმის ბიუჯეტი დათვალო და მეტნაკლებად მიხვდე რა ბიუჯეტი უნდა ჩარჯდე. მე მგონია კიდე რომ აი ჯანსაღი ყვება, აი პროდუქტები თუ არჩია და ჯანსაღად თუ იყვებები, მაინც თავისთავად მერე ცოტა შეჭამ, იმიტომ რომ ჯანსაღ ყვებას აქვს ეს ბენეფიტი, რომ ვეღარ ჭამ ბევრს, როგორც თქვა არა ჯანსაღ. ხო, აი ჯანსაღ ყვებას ვეძახი ბუნებრივ პროდუქტებს, რა არა გადამუშავებულს და თუ თქვა აი პურსაც რო ავიღოთ, თუ არ შევჭამთ თეთრი ფქვილისგან გადამუშავებული ფქვილის პურს და შევჭამთ whole grains რასაც ძახიან მთლიან მარცვლოვან პურს, მგონია რომ ბევრად ნაკლებს შეჭამ ისედაც, იმიტომ რომ რთული წარმოსადგენია, რომ ჯანსაღი საჭმელი ჯერზე ანაყრებს ძალიან. და ნაკლებს ჭამ და გრძელვადაში ვთქვათ, აი ერთი თვე რო გადახვიდა ჯანსაღ ყვებაზე, ფიზიკურად ჩემი გამოცდილებით იმდენს ვეღარც ჭამ და ნუ ის რჩევაც ვთქვათ, რომ ყვების ფსიქოლოგია და უნარჩვევების ჩვევები გამოვასწოროთ, მგონია რომ ძალიან დაეხმარება ადამიანს და შეიძლება საერთოდ არ დაითვალოს კალორიები, მაგრამ ნუ სწრაფი შედეგისთვის ან რაღაც გეგმა თუ გაქვს რომ გინდა რომ ერთ თვეში დაიკლო ამდენი, რა თქმა უნდა რომ კალორიების დათვლა აუცილებელია. გუში რაღაც ტრენინგს ვატარებდი 700 კალორია არის ერთი დონატი და ერთი ჩიფსის შეფუთვა და 700 კალორია ასევე არის ბრინჯი ბოსტნეული ქათამი 1-200 გრამი შემწვარი. ორივე 700 კალორია. ტექნიკურად ეს 700 კალორია რომ მიიღო, ბევრად მალე მოგშივდება, იმიტომ რომ ის უკან არ დგას ეს კვებავი ნივთიერებები და ამიტომ რაც შენ თქვი ჩიფსი მოგინდება. ჩიფსი მოგინდება და ვერ დანაყდები რა თქმა უნდა. და ეგ შეიძლება თქვი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. და ბოლოს მოდი ჩვენ მაყურებელს მივცეთ რჩევა, ეს ცნობილი 80-20-ზე ყვება რო არის, თქვათ ცნობილი რომ 80% გაგვშენი რეჟიმი, რუტინა, იკვებები ჯანსაღად და 20% ვთქვათ ადამიანები ვართ და ვერთობით და დაბადების დღეზე დავდივართ და ასე შემდეგ და როგორ დავარეგულიროთ აი ეს 80-20-ზე. იცი რა არის თაკო, აი, როდესაც შენ აი ფუნდამენტებს გამოვასწორებ, აი ძილი, მოძრაობა, ვარჯიში, ნელი ჭამა, კვები, ფსიქოლოგია. ეს შენი 80% და შეიძლება მეტიც ვფიქრობ, ბევრად ადვილად მიღწევადია. და თუ შენ ესენი გამოსასწორებელი გაქვს, ძალიან რთულია მაგ 80-ზე გაკაჩვა რა. ამიტომ აი ხა მე ჩემთავზე რომ თქვა, რავი, მე მაგ დღეები რომ შეიძლება რაღაც ნამცხვარით ვჭამო, მეტყვილი, ბავშვებიდან მიყვარს. მე ბოლოს იმაშვები რა. კი, ზოგადად თუ აკეთებ ხანდახან ცოტა მოსაბეზრებელ, მაგრამ სტაბილურ რაღაცებს, ეგ 80-20 ავტომატურად ლაგდება რა, ჩემი აზრით. იმიტომ რომ თუ სისტემატურად დღეს შეიძლება 20 წუთი ვარჯიშო, გაიწელო, იმოძრაო, ეს თუ სტაბილურად ამას აკეთებ, ეს 20%-ია ვერც 30 ვერ გადაგწონის. რა თქმა უნდა. ამიტომ ორგანიზმის გთხოვს, რასაც სტაბილურად აკეთებ, ტვინი უკვე იმახსოვრებს. სანდრო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და აუცილებლად კიდევ მოგიწევ, იმიტომ რომ საინტერესო თემები გვაქვს კიდევ ჩასაშლელი და მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და მართლა ძალიან საინტერესო თემები შეგვიძლია გავშალოთ, ისე რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა უფრო ესეთი ზუსტი ინფორმაცია მიიღოს და თავიანთი ჯანმრთელობა გამოვასწორონ, ასე ვთქვათ. კი, და ცნობიერება ამაღლდეს. დიდი მადლობა. მადლობა შენ.